ჩვენ ეთერში ბრუნდებით, განაგრძობთ ჩვენს გადაცემა, შემოგვეთა მეორე სტუმარი, ვაჟა ბერიძე, ანალიტიკოსი, ბატონო ვაჟა, დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მოგბრძანდით და როგორ ის ცოტა პოლიტიკურ თემაზე, მაგრამ ცოტა განყენებულ ფილოსოფიურ საკითხზე მინდა ვისაუბროთ, კერძოდ აი ვინც ვერ მიხვდა მაინდამაინც 2008 წელს რა მოხდა აქ საქართველოში, წესით უნდა მიხვდარიყო იმას, რა ხდება ახლა უკრაინაში. ხო აი ვთქვათ რომ სახეცვლილება და იგივე უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულების ხან მიწას ართმობს, ხან უპირობოდ თმობს, ხან ასე ლაპარაკობს, ხან ისე ლაპარაკობს, ხან ნატოში გვიღებდნენ ჩვენს და უკრაინასაც. შემდეგ ნატოში არანაირი ნატო არ იქნებაო, იცვლება რიტორიკა, როცა ეს დიდი ბიჭები, დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და ჩვენთან აი საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური სპექტრი მთლიანად რაღაცად აღტკინებული არის აი ამ თვითგანადგურების კოდზე, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ კრიტიკას აქვს ორი მიმართულება, არის კონსტრუქციული კრიტიკა და არის დესტრუქციული კრიტიკა. დესტრუქციული კრიტიკა როცა ლანძღავ ოპონენტს და კონსტრუქციული კრიტიკა როცა რაღაცას უწუნებ და შენს ვარიანტს თავაზობ, გამართულს რა უნდა გააკეთო და კონსტრუქციული კრიტიკა ქმნის პროგრესს, განვითარებას, სიმშვიდეს და საერთოდ ყველაფერს კარგს. აი ეს თვითგანადგურების კოდი რატო ჩაირთო? რისი იმედით თქვათ აი მაშვება ხო ჩვენი საზოგადოების რაღაცა ნაწილი ძალიან დიდ გულზეა. თქვათ ქართული ჯარის, ანუ სხვისი შვილების იმედად, ანუ უნდა რომ ისინი მოხდებიან მე საძმო სასაფლაოებზე თვითონ წარმოუდგენიათ ჯვარის წერიათ, მაგრამ თუ წარმოუდგენიათ გმირულად დაღუპულად საძმო სასაფლაოზე მტერთან შებმული თავი, თუ ისინი წავლენ შინ ევროპაში და იქნებიან ჭირისუფლები, მათი ვინც იქნებიან საძმო სასაფლაოზე. აშკარად იგრძნობა ის თვითგანადგურების ურთიერთლანძღვასა და აგრესიაში ჩანს ეს თვითგანადგურების კოდის ჩართვა. რატომ ჩაირთო ეს კოდი ჩვენ საზოგადოებაში და საერთოდ რა უნდათ ყველას რო ლანძღავს და ყველა მზად არის რომ აი სხვის გამო იქნება ის უკრაინა, იქნება რაღაც ამერიკა, მოწოდოს რაღაცას რუსეთი, თავის თანამემამულეს გამოჭრას ყელი. მოგესალმებით, მიესალმები ჩვენს მსმენელს, აუდიტორიას. მინდა გითხრათ, რომ არ ხალია ეგ პრობლემა ქართველებისთვის, მენტალურად ჩვენ ვართ სინკრეტული წარმონაქმნი, ქართველობა საერთოდ საკმაოდ საინტერესო ფენომენია და ის პერმანენტულად ანადგურებს თავის თავს მე ახალი წარმოიშობა და ეგ შველის რომ ჩვენ ვთქვათ რამდენიმე ათასწლეული ვარსებობთ როგორც განსაკუთრებული ცივილიზაცია. ძნელია შეაფასო ცალსახად ეს პროცესი, საერთოდ ადამიანი ბუნებით რო იბადება, უკვე იქვე ჩანს მისი დასასრული და ასევე არის თქვათ ერი, სახელმწიფო, ყველა ამ წარმონაქმნს, ამ მოვლენას, ამ ერთობას აქვს წარმოშობის, განვითარების და დასასრულის სწრაფვა და ლოგიკა შინაგანად, მაგრამ ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, შინაგანი ტემპერამენტიდან გამომდინარე, ჩვენი ცივილიზაციის ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც არის არხე და საწყისი, საერთოდ შეიძლება ითქვას ყველა ცივილიზაციის, ყოველ შემთხვევაში თუ თქვათ აი ფენომენი იმ დროს, როდესაც ის ცივილიზაციის საწყისებთან იდგა ქართველი ტერმინი არც არსებობდა, მაგრამ არსებობდა ცივილიზაცია, არსებობს გენეტიკა, არსებობს ჰაპლოჯგუფებით დადასტურებული რეალობა, რომ ეს მართლაც ასე იყო, ჩვენ ვიყავით სათავეებთან და ჩვენ ეხლა ძალიან ფილოსოფიურად თუ არ გამომივა, ეხლა არც ავარ ფილოსოფოსი და არც მაქვს პრეტენზია. ამ საკითხს ჩვენ ფილოსოფიურად თუ არ მიუდგეთ, მაშინ ორი აგური უნდა ფილოსოფიურად შეიძლება მიუდგეთ, მაგრამ აი ესეთი სიღრმისეული მოსაზრების გამოთქმას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ მიმაჩნია რომ მე უნდა გავაკეთო ეს, მაგრამ როდესაც ეს ცივილიზაცია წარმოიშვა, ჩვენ მაშინვე ჩავდეთ კოდი, რომ თვითგანადგურების რეჟიმშიც ყოფილიყავით და ჩვენ არ შეგვიქმნია იმ ეტაპზე ცივილიზაციის, ჩვენ გქონდა თქვათ უპირატესად მითების და ლეგენდების თქვათ დამწერლობის დონეზე დაფიქსირებული ჩვენი ცივილიზაციური არსებობის შესახებ, მაგრამ სახელმწიფო ძლიერი არ შეგვიქმნია, ჩვენ შევქმნით საყრდენებს ჩვენმა წინაპრებმა იმ ტომებმა, რომლებიც მაშინ არსებობდნენ, ჩვენ
შევქმენით ასე ვთქვათ დავწურეთ ყურძენი ღვინო მოვიყვანეთ თავთუხი სხვადასხვა სახვები მოვაშინაურეთ პური მივეცით კაცობრიობას ჩვენ რკინა მივეცით კაცობრიობას და ამ რკინით მოვდივართ დღევანდლამდე და ჩვენ ის თაობა სახელმწიფოებრიობა არ შეუქმნია ისეთი სერიოზული ახლა იქ კოლხეთი დიაოხი კოლხა ამათ თუ არ გავითვალისწინებთ მაგრამ ну კინაღამ გადაბუგეს ასე ვთქვათ მსოფლიო ამ ჩვენი მიცემული რკინით და აი ის ჩვენი ბრძენი კაცის სიტყვები უნდა ახდეს და ამითა ენითა შამსამას მეორედ მოსვლისასა უნდა განიკითხოს უფალმა კაცობრიობა ეს მომენტი მე ვფიქრობ უკვე დგება იმიტომ რომ ადამიანი როგორც ბიოლოგიური არსება პიკზეა თავისი შეიძლება მეტი რესურსიც აღარ ქონდეს მას მაგრამ აქ არ ნიშნავს რომ სამწუხაროდ ბევრს პრიმიტიულად ესმის ესა რომ აი ქართულად ამეტყველდება განმკითხველი და დაუსვამს კითხვებს თქვათ ფრანს და შავკანიანს რომ აი რას მეტყვით ეხლა რას ოდვები გაქვთ თქვენ გაქრებით თუ სამოთხეში წახვალთ ეს რა თქმა უნდა ასე არ არის ამითა ენითა იმ ჟამს როცა იონე ზოსიმ ცხოვრობდა მოღვაწეობდა ამითა ენითა ნიშნავდა ამითაერითა ანუ ამ ერმა ამ ხალხმა უნდა მიცეს სამანი კი მე ახლა არ გავკადნიერდები და არ ვიტყვი რომ ეს გარკვეული ღვთის რჩეულობის მანიშნებელია არა ამბიცია ჩადებული ამაშია ამის ამბიცია აქვს ებრაელებს ხოდა ჩვენ გვეძახიან მართლმადიდებელ ებრაელებსაც ну ესეც რთული საკითხია მაგრამ რეალურად დიდმა და ჩვენმა მოძმე ებრაელმა ერმა თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს კაცობრიობის წინაშე და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ რა არის თვითგანადგურების ინსტინქტი, რა არის სწორი, რა არის არასწორი. აქედან გამომდინარე ეს თვითგანადგურების ინსტინქტი პერიოდულად რაც არსებობდა ის საკმაოდ ძლიერი იყო ხო რომ ჩვენ ვქმნიდით თქვათ ნიკოპსით დარუბანდამდე განფენილ საქართველოს და მერე ვიყავით დაშლილ დაქუცმაცებული და ეხლა რუსები გვაყვედრიან ჩვენ შემოადგენლობაში შედეგით თქვენ ერად და ჩამოაყალიბეთ თქვენი სახელმწიფოებრიობა თუ არა კულტურად ჩვენ შემოვიდანთ ხო შემოვიდანთ ამას გვაყვედრიან მაგრამ აქ მე უფრო აქ ჭეშმარიტებას ნარაფერი ამას საერთო არ აქვს, მაგრამ აქ მე უფრო მაინტერესებს ინტერნეტ სივრცე როგორ გახდა სპეცსამსახურების ბრძოლის არენა, როგორც კი რაიმე მოხდა, მაგალითად ზანგეზურის კორიდორი ახლა გამახსენდა და ბარემ ამასაც ვიტყვი, აი 6 ვერსია მოდის ტალღებად ამ ინტერნეტში, განსაკუთრებით TikTok-ი გამოირჩევა და სხვა რაღაცები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და მათ შორის ჩვენც ვართ აქ ასე ვთქვათ სუბიექტები ამ გაწევ-გამოწევის და ნუ აი გვეუბნებიან რაღაც ვიღაცა ვთქვათ აი ესეთი მაგინებელი რუსული პოზიციებიდან მაგინებელი ამერიკული პოზიციებიდან ეს ყველაფერი ერთმანეთს ეჯახება და საკმაოდ დიდი ფული იხარჯება და დიდი ენერგია ამ ყველაფრისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ იმიტომ შევდექით სახელმწიფოდ უფლისნებით რომ ეს პროცესი როგორმე შევანელოთ და ავარეგულიროთ თვითგანადგურების ინსტინქტი იყო ხო როცა დავითის და თამარის საქართველოსთან ჩვენ მიიღეთ ასე ვთქვათ დაშლილ დაქუცმაცებული თემურლენგის შემდგომი საქართველო ხო რომელსაც არაფერი სიკეთე აღარ ეტყობოდა სამეურნეო ცხოვრება ჩაკოდა რომელიც sakmaud ინტენსიური და საკმაოდ ნაყოფიერი იყო სასწაული ექსპორტის მაჩვენებელი მე-13 საუკუნეებშიც კი აი მონღოლების გადავლის შემდეგ და თემურლენგმა უმოგვითავა ხელი მაგრამ რეალურად ესეთ თვითგანადგურების ინსტინქტია რა ამ მაშინდელმა მეფეებმა გმირულად იომეს 8 დამანგრეველ ლაშქრობას გაუძლეს ლანგთემურის მაგრამ ისე და ეხლა ფილოსოფიურად რახან ვუდგებით
პროვოცირება გავაკეთეთ რომ გვემშელა მაშინ ეხა ფილოსოფიური კითხვა აი ვერაფერი ვერ დაუპირისპირეთ მაშინ ლანგთემურს ვიბრძოლეთ გმირულად ღვთისთვის და ერისთვის დავთხიეთ ბევრი სისხლი მაგრამ რეალურად ქვეყანა დაინგრა და ხომ არ აჯობებდა ამ გიჟმაჟდა სისხლის წყურვილით ანთებულ თემურთან რაღაცნაირად მოუგვარებულიყავით რომ ქვეყანა დაანგრევისგან გადაგვერჩინა მე სხვადასხვა მაგ ვერსიას ვიზიარებ მე ამ ვერსიას ვერ ვიზიარებ მაგრამ ვფიქრობ ამ ვერსიაზე ხშირად იმიტომ რომ იმას მაშინ ჩვენ საერთოდ არ ვაინტერესებდით იმის მთავარი მოწინააღმდეგე იყო ოქროს ურდო და თოხთამიში და ამ ჩვენმა მეფემ მამამ და შვილმა ადგენენ და მაინც და მაინც თოხთამიშთან შეკრეს კავშირი როცა თოხთამიშს უკვე აღარ ქონდა თავი რომ ეს ლანგთემური ახალი ურდოთი რომ მოდიოდა აღმოსავლეთიდან გაეჩერებინათ შესაბამისად აჰა მივიღეთ აი ეს არის თვითგანადგურების ინსტინქტი მაგრამ ამის ასე ცალსახად განხილვაც არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ამ სარწმუნოებისთვის ფაქტობრივად ამ სარწმუნოებისთვის დაითხა ის სისხლი ლანგთემურის დროს რომ თავდაპირველად მეფე წავიდა დამარცხებული როცა ჩაიგდოთ ყოეთ ხელს პირველი ომის შემდეგ გიორგი მეშლის მამა კი ბატონო წავიდა და იმან უთხრა რომ მაჰმადიანობა მიიღო მაჰმადიანობა გამოატანა ლაშქარი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გამოუშვა ანუ მოწამეობრივ სიკვდილს მე არ განვიკითხავ მაგრამ მოწამეობრივ როგორი ფილოსოფიურად ესეა ამ მეფემ ეხარაკნა რომ თავის შვილს დაუკავშირდა ამცნო რომ მოვდივარ და ლაშქარიც მომყვება აქადა გავივლით დაგვესხი თავს და გაანადგურე დაესხა თავს ამოხოცეს და ამას მოყვა მეორე ლაშქრობა მესამე ლაშქრობა ნუ რა თქმა უნდა ახლა აქ ოპონენტი გეტყვის რომ ჩვენთვის მართლმადიდებლობა იდენტობის ნაწილია ჩვენ არ შეგვეძლო მიღება ხო მაგრამ დემეტრე მეორე წავიდა და თავი მოაკვეთინა და კიდევ უფრო სიღრმეში შევიდეთ რომ აქ იდენტობის ნაწილია და ჩვენ რო დავთანხმებოდით მას როგორც ეს მან მოახერხა არანაკლებ ამაყ არანაკლებ კარგ ქრისტიან და არანაკლებ დიდებულ ჩრდილო კავკასიურ ტომთან მიმართებაში რომლებიც მან გაამაჰმადიანა და მისი ასე ვთქვათ იმის ქვეშ ბატონობის ქვეშ გაამაჰმადიანდნენ აი ეს არის რაც აი რო ვიზიარებ ამ ვერსიას მაგრამ აი ეს საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ ჯობდა რა ლაშქრობა ამაშია საქმე და ამიტომ როცა ოპონენტი ამას მეუნება მე უკვე ვჩერდები და მიმაჩნია რომ ეს არგუმენტი ძალიან წონადია მიუხედავად იმისა რომ ხომ ლანგთემურთან გარიგება მე ვფიქრობ მაინც ჯობდა იმისთვის რომ ჩვენ ისეთ დამანგრეველი მე-16 მე-17 საუკუნეები არ ვქონოდა როგორც ისტორიკოსები ამბობენ აი იმ შემდგომი 3 საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა ღირებული კულტურული ძეგლი სწორი კედლის ამომყვანიც კი არ იყო აი რო შეადა რომ იმ საუკუნეების წინა საუკუნეებთან შედარებაც კი არ შეიძლება დაბალი დონის არის ძალიან აი თემურლენგის ლაშქრობების შემდეგ აშენებული ყველა ანუ 3 საუკუნე მოსრა ჩვენ თუმცა ჩვენ ისე ვართ დღეს აი ახლა თქვენს ნათქვამზე გამახსენდა გუშინ ნახე სურათი ერთ-ერთი წალკის მიდამოებში ხიდი აუშენებია და იმ ხიდში დაუტანიათ ძველი ჩუქურთმა მე-11 საუკუნის და ამ ჩუქურთმაზე არის რაღაცა ღრმაშინა არსის ასე ვთქვათ წარმოსახვა გადატანილი პლუს ამას ეს ჩვეულებრივი ტრადიციული ფორმები მე-11 საუკუნეში რომ იმ საკმაოდ მოზრდილ ასე ვთქვათ ჭედდნენ ქვას და მუშაობდნენ ქვაზე ეს ნიშნავს იმას რომ
იქ პურის მომყვანი ასევე ბევრი იყო და მოყავდათ და სხვა იმიტომ რომ ეს კაცი რო იჯდა და იმ შედევრს ქმნიდა რომელმაც საუკუნეებს გაუძლო იქ ვიღაც სხვას ხელოსანი იყო ვიღაც სხვა ფარხმალს აკეთებდა და ამ შემდეგ ამიტომ ხო ეს იყო მაგრამ აი ამ თვითგანადგურების ინსტინქტი ეხლა მე რატო ამ გზით რატო წავედი თქვენი კითხვის საპასუხოდ რომ ეს ყოველთვის იყო საქართველოში და ყოველთვის თვითგვემის და რაღაც თვითგანადგურების მასშტაბი იყო ძალიან მაღალი და ჩვენ აი ჩავარდებოდით რომელიღაც დამპყრობლის ხელში მე რეგიქედან თავისუფლდებოდ ეხლაც ეს სიტუაცია იმიტომ რომ ჩვენ გამთავისუფლდით რუსეთის იმპერიის კლანჭებისგან ეხლა რუსაბჭო გვეუბნება თუ კარგად არ მოიქცევით ეხლა ეგ კიდე სხვა თემაა ხო და ეხლა უყურეთ როგორი ამბავია რომ ჩვენ გამთავისუფლდით ამ რუსეთის იმპერიის კლანჭებისგან რომელსაც აი იმისთვის რომ მათი მიზანი ეს არ ყოფილა მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებდით რომ ეს გამოვიყენეთ კარგად ეს მშვიდობა რაც რუსეთის ანექსიას მოყვა და ჩვენ რა გავაკეთეთ შევქმნით მართლა ერი ცივილიზაცია სახელმწიფოებრიობის ნიშნებით საბჭოთა პერიოდში და ამისთვის ჩვენ რო გამოვედით ამ იმპერიის ნანგრევებიდან და ჯერ არა ვართ კიდე გამოსულები მადლობას არ უთხარით ერთი სუბუქი რუსებს და ეს არ მიმაჩნია მე სწორად მიუხედავად იმისა რომ მიმაჩნია რომ ნუ ეს დამანგრეველი იყო ამ იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა მიუხედავად ამ მიღწევებისა ამათ ჩვენ მადლობა უნდა უთხრათ და ჩვენ ქვეყანას მივხედოთ მაგრამ მეორე ამბავია ჩვენ ფაქტობრივად არ ვიცით როგორ უნდა მივხედოთ თავს დამოუკიდებლობა ჩვენთვის რას ნიშნავს ბერს გონია რომ ეგ არის დროშების და ფრიალი და ჰიმნების მღერა ერთად სტადიონებს ეგ დიდებულია მე ძალიან მომწონს ყველაფერი მეც ვიღებ მონაწილეობას მაგრამ ეგ არ არის მთავარი აბა ამ სახელმწიფომ მე როდესაც ვამბობდი და ვამბობ რომ მაგალითად მომყავს მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული რამდენიმე ქვეყანა საიდანაც ვერავინ ვერ გაძლო სულ მალე ყველა მოისრა და დაიქცა ერთადერთი პტოლემიდების ეგვიპტე მიარსება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მე როცა ამას ვამბობდა მაგალითად მომყავს ყველამ უნდა დაამტკიცოს იმპერიის ნანგრევებზე რა სახელმწიფოც იქმნება რომ ის სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებელი არსებობის ღირსია თორემ საბჭოთა კავშირში ეგ ლენინმა დაიწყო ეს სამოკავშირო ხელშეკრულება რო ჩამოაყალიბა რასაც ეხლა პუტინი თავში ხელებს იცემს რო ახსენდება რომ უკრაინა თანასწორად მიიღო და მერე გამოვიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან სტალინმა დაამთავრა ეს ხალხებისთვის სახლების მიჩენის პროცესი და ბევრ მათგანს სახელმწიფო არც ქონია ამ ფორმით ეხლა ცენტრალურ აზიაში ჩვენ ვიცით რომ სადღაც ბოლოს რუსეთი ვიდრე დაიპყრობდა არსებობდა ბუხარის ემირატი ხივის სახანო კოკანდი მაგრამ არ არსებობდა ისა რა ქვია უზბეკეთი ტაჯიკები ძალიან ძველი ცივილიზაცია და ხალხია არ არსებობდა და ასე შემდეგ და ჩვენ ეხლა ამ სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ აიმე და კი მესმის დაუჩქარებ უნდა დაამტკიცონ რომ არიან დამოუკიდებელი არსებობის ღირსი ისევე როგორც უკრაინამ რომელიც აი ჩვენს თვალწინ ბოლო რამდენიმე საუკუნეა მე-17 მე-18 მე-19 ძირითადად ხო ყალიბდება როგორც ერი და უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ამათ ყველას დასამტკიცებელი აქვს თქვენ წარმოიდგინეთ არა მარტო ახალ შექმნილ აზერბაიჯანს ამის მოვალეობა რომ დაამტკიცოს რა სახელმწიფოა რატო შეიქმნა რა მიზანი აქვს ნავთობი და გაზი რო აქვს კარგია ღმერთმა მიცეთ მაგრამ რეალურად სხვა რა ამავე ასეთივე დამტკიცება ვჭირდება ჩვენ ქართველებს და სომხებს რომლებიც ვართ ძირძველი ცივილიზაციების მატარებელი და სახელმწიფოებრიობის ამას კიდევ უნდა ჩაღრმავება გათავისუფლება თვითმკვლელის სინდრომიდან და უგუნურების
სინდრომიდან, რაც ჩვენ გვახასიათებს, რომელიც არასდროს არ გვაძლევს იმავე სომხებს სხვათა შორის, ხო? ის დიდი არმენია რო იყო, იმის შემდეგ გაუბედურებული ერთმანეთის ჭამაში გართული ერია და 1000 წელი სახელმწიფოებრიობა საერთოდ არ ქონიათ და ეს ერევანი სადაც შეიქმნა რომის გარშემოც ეს სომხეთი რუსეთის შემწეობით იქაც სულ რაღაც 100 წლის წინ თათრები ცხოვრობდნენ ანუ აზერბაიჯანული წარმოშობის თურქმანული ტომების წარმომადგენლები ასე რომ ისტორია ტესტის ტემპორი მაგისტრა ვიტე მაგრამ რეალურად მის გაკვეთილებს არასდროს არ ეთვალისწინებენ დიახ ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის თქვენ შეგაგვიანდათ და ერთხელ ძალიან ადრე უნდა გითხრათ დაწყების დრო რომ არ შეგაგვიანდეთ და დიდხანს ვისაუბროთ ძალიან საინტერესო იყო კიდევ მოგვეცემა გამოგვიანდა იმიტომ რომ ახალ ოფისში გადმობრძანდით რომელსაც გილოცავთ და არის ნამდვილად ღირსეული და შეეფერება თქვენს ტელეკომპანიას უღრმესი მადლობა ბატონო ვაჟა დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ტელეკომპანია Georgian Times-ი თავის ერთგულ მაყურებელს და დაინტერესებულს აძლევს საშუალებას მობილური ტელეფონის საშუალებით დაასკანიროს ეს QR კოდი რომელსაც თქვენ ხედავთ ეკრანზე რაც ავტომატურად გადაგიყვანთ Georgian Times-ის YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ეს გამოიწეროთ და ყოველთვის ადევნოთ თვალი ჩვენს გადაცემებს შეუერთებთ ჩვენს მრავალრიცხოვან გამომწერებს მე თქვენ გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის